საოცარი არომატი აქვს. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ბიბიეროას. მე და ჩემი და ვართ დღეს წამოსული ლაშქრობაზე. ნია მანდიდან ხმით მაინც უთხარი რამე. გამარჯობა. და ტაისონი რა თქმა უნდა. ახლა ვიმყოფებით სადღაც სოფელ ჩაჩუბეთსა და რკონშორის. ზემოთ არის საკმაოდ დიდი და ლამაზი მთები. ნია არ მინდა ძალიან ვაწვავრო და სანამ იმ დიდ მთებამდე მივალთ, რამდენიმე კილომეტრს რო გავივლით, იქ დავბანაკდებით სადმე დიდ ტყეში. მანქანა დავტოვე ტყეში ყოველ შემთხვევისთვის. შემოვედი. ძალიან ვიწრო გზა იყო რა, ეს უტოტებში ვიარე. ეგ ტოტებშივე მივაყენე. ორი ჩანთით ვართ დღეს. ნიასაც ტაისონ. ნიას მცირე ბარგი აქვს და ყოველ გზადაგზა შეგეხმიანებით. დღეს მეგობრებო, ჩემი ახალი სპონსორიც უნდა გაგაცნოთ ვიდეოში იარაღების თემაში. მაღაზია კალიბრი. ვისაც იარაღების მიმართ ოდნავ ინტერესი მაინც გაქვთ, ყველას გეცოდინებათ მაღაზია კალიბრი. ყველაზე დიდი იარაღების მაღაზია საქართველოში. წამოღებული მაქვს ჩემი უკვე რიგით მეორე იარაღი. პანცერ არმსის G2 Pro. ნახევრად ავტომატური. იარაღს ვიდეოში გაგაცნობ და დღეს პირველად გავტესტავ, ძალიან მაინტერესებს. გონია რომ ეს ბევრად აჯობებს რა. თავიდანვე ეს მქონდა სხვათა შორის შერჩეული. ნიას ვათხოვე ჩემი ჯოხები. ეს ჯოხები მაქვს ქემშიარიდან, ძალიან მაგარი ჯოხები არის. სასიარულოდ. ვიმეს თუ გენდომებათ, კომენტარებში დამიწერეთ და ლინკსაც ჩაგიგდებთ. აქ მოვედით ასე თუ ისე ჩემს ნაცნობ ადგილას რა და წეღან ვიყავი ზემოთ ასული. მეთქი შევამოწებ გასაჩერებელ ადგილს თქო. იმიტომ რომ ზემოთ იწყება უკვე ძალიან ლამაზი ნაძვნარი. ცოტა ფუმფულა ნაძვები როა რაღაც ეგეთი რა. მაგრამ გასაჩერებელი ადგილი საერთოდ არ არის. ის სულ დაღმართი არის. კარავი არ გაიშლება. ორი კაცი რო ვართ, მით უმეტეს ორი. ერთი კაცი რო იყო, რამე გაჭირვებით ცირა დაიძინეთ, მაგრამ კიდე ორი კაცი ძალიან მოუხერხებლად ვიქნებით კარავში რა. დავცურდებით. ამიტომ ისე ოდნავ ქვემოთ ჩავა, სადაც ცოტა სწორი ადგილი იყო წეღან. იმ სწორს გავუყვები. ნაძვებთან მინდა რა უბრალოდ დაბანაკება. თუ ნაძვებთან არ გამოარაუშვა, თავარია სწორი იყოს, რომ ცოტა წესიურად გავშალოთ კარავი. ზემოთ საშინელი აღმართი არის. აი ესე ავდიოდი რა. რო ჩამოდიოდი, წავიქეთ კიდე თითიც გავიხეთქე ნიკა. აზრი არ აქვს ზემოთ ასვლა, ზემოთ კიდე უფრო ზემოთაც ვარ ნამყოფი და იქით ხო საერთოდ საშინელი აღმართები არის. ამიტომ ჩავალთ მე და ნია სადღაც 15-20 მეტრია ქვემოთ უკვე სისწორი არის. იმას გავუყვებით და რამე ადგილს ავარჩევთ. ისის ფილტრით ყვილა წამოვიღე, აქ წყალი არ შეგხვედრია. ხო ნია. მოდი ჯერ ეს გავშალოთ ძირს დასაფენი. და მე გავუშალოთ კარავი და მივხვდებით ზომებსაც. გავშალე კარავი, შიგნი მოვაწესრიგე, საძილე ტომარა, ძირსაგებები. დანარჩენი დრო რაც დაგვრჩენია, ცეცხლის დანთება, მე შეშის მომარაგება მანამდე. ცეცხლით იმ თემაში რომ უბრალოდ საღამოს ცეცხლთან ვიყოთ. საჭმელით რომ მოვამზადოთ, წყალი ავადუღო. სხვა ისეთი საქმე აღარ გვაქვს რა. ტაისონ, გამოძველი მანდიდან. ამა რაღაც სოროები იყო. მანამდე შეგახსენებთ რომ ჩემი პარტნიორი სალაშქრო იარაღების კუთხით არის ნაიფჭი, ასევე ჩემი სპონსორი სალაშქრო აღჭურვილობაში უკვე არის ქემშიარი და დღეს უკვე წამოღებული მაქვს ჩემი სპონსორი ცეცხლსასროლი იარაღებიდან იქნება კალიბრი და დღეს მაქვს წამოღებული ჩემთვის უკვე რიგით მეორე იარაღი.
რომელსაც თავიდანვე უმიზნებდი. ახლა გაჩვენებთ. ეს არის ჩემი ახალი იარაღი 12 კალიბრიანი, ნახევრად ავტომატური Panzer Arms-ის G2 Pro. ორი სატესტო გასროლა მინდა განვახორციელო ახლა პირველად ვისწრე ამ იარაღიდან. ჩემი პირველი იარაღი გახსოვთ წინა ვიდეოდან Alpha Arms-ის bullpup-ი. ის ამაზე არის სადღაც 700-800 გრამით ძიმე. ეს უფრო მსუბუქია, ფასი ამას მეტი აქვს. მაღაზია კალიბრში ესხის 1500 ლარი. ეს იქნება ჩემი პირველი გასროლა ამ იარაღიდან. წინ არის დიდი ხმელი ხე და მაგას დაუმიზნებ. კონდახი ხო არ გავშალოთ ხო ფიქრობ. მოდი ჯერ ასე ვწდი და მე უფრო კარგა მოვირგებ რა. აქეთ ყურში აღარ მისვის არაფერი, აბა მეორეც. საერთოდ არ დაყურვდი. რასა სიმონოა? მოგეწანა? კი. ჭიდი გამოვიღოთ. ეს цаრიელია. ყუებს დავიტოვებ. კიდე მაქვს კატრეჩი მაქვს წამოღებული, გელზე და ტურაზე რაც გამოდგება და ახლა გავისროლე ჩაოლებრივი სატესტო ტყუები. იარაღი მაინტერესებდა რა. მაგარი გამოდგა. ახლა ისინი ავკრიფოთ ნიარ და გვიკარგოს არც ერთი. მეგობრებო, მოკლედ აი ძალიან მომეწონა ეს იარაღი რა. ის ხო მაგრად მომეწონა პირველი იყო, მაინც პირველი არის და სულ სხვანაირად მიმოხსოვრება უნდა. ეს ძალიან მაგრად მომეწონა. ბევრად ნაკლები დარტყმა, ფაქტობრივად ვერ თქვნობ, აი ნიამაც კი ეგ თქვა, რომ არ უგუდნი, არა და ისეც ელოდა, შიშები ქონდა. და რავი, რა ხმა აქ ამისთან ყურმა ჯერ კიდევ არ გამიერა. სუსტად ახლა გონია რომ ეს ყური აღარ არის რა. არა გაივის. სხვა დროს უკვე ყურის დამცავს ვიყიდი. ძალიან მომეწონა ეს იარაღი. შეგეძლიათ შეეძინოთ მაღაზია კალიბრში, Panzer Arms-ის G2 Pro, ასე ქვია ამ მოდელს. ეს ვერსია მაქვს მე, არსებობს მეორე ვერსია, ზუსტად ისე G2 Pro, უბრალოდ სხვა კონდახი აქვს და ლულა აქვს უფრო გრძელი. რა თქმა უნდა, ეგ იარაღებს ეცვლება, მაგრამ ის ფერი სხვა არის. ეს ვერსია უფრო მაგრად მომწონს. სატარებლადაც მოკლე მირჩენია შედარებით. იმას ლულა სადღაც 100 აქეთ გონა გაშვერილი რა. მოკლედ სახმარად კარგი, ან კომფორტული იარაღია. შენ რა სიტყვი აბა? რაც თქვი მაგას და თვითონ შეგრძნება მართლა საოცარი იყო. მოგეწონა. ახლაც რომ საუბრობ, ჩემი ხმა წესიერად არ მესმის. სხვადასხვა დროს უფრო ბევრ ტყუებს ვიყიდი და რა წამოვარ ხოლმე გავერთობი. მე ნინისაც წამოვიყვან, ნინისაც ვასროლინებ, ტაისონიც თანდათან მიეჩვევა. ძალიან არ დამფრთხალა, ისე არ შეშინები, არ გაქცეულა და რამე უბრალოდ კარავთან მოვიდა დაჯდა. მე ნინისაც წამოვიყვან და კიდევ უნდა გითხრათ აქვე, რომ BBS Strange-ის სახი რაც მქონდა, მომიწია მაგარხის გაუქმება, იმიტომ რომ რაღაც ისე თემებზე ვაკეთებდი, რაც არ შეიძლებოდა, მოკლედ მაგარხის გაუქმება მომიწია და მაგარხზე ყავს თითქმის 100,000 გამომწერი. ვაპირებ ეგ არხი გადავაკეთო და მაგარხზე დავდო ჩემი ნინის და ნუეს ვიდეოები. ისევ ლაშქრობები და მოგზაურობები იქნება, ოღონდ ეგ იქნება საოჯახო არხი და რატომ? მე ნუერო წამოიზრდება, ჩემი შვილი იქნება ჩემთვის საუკეთესო ძმაკაცი ცხოვრებაში და შვილთან ერთად რო ვივლი ტყეში, რადგან ბავშვი გამოჩნდება, YouTube-ზე ასეთი წესები არსებობს, რომ ბავშვის ბულინგი რო არ იყოს და რაღაცაო, კომენტარებს თიშავენ ხოლმე. ვინც outdoor boys უყურებდით, გეცოდინებათ რომ თავი და ვიდეოებს რო იღებ და YouTube-ზე ეგ ტიპი ლუკი კომენტარები ჩვეულებრივად იყო დაშვებული და როდესაც თავი შვილი გამოჩნდა არაერთ ვიდეოში და უკვე ბავშვთან ერთად დაიწყო ლაშქრობები, მერე YouTube-მა მის არხზე სრულიად გათიშა კომენტარები. და ძალიან არ მინდა რომ ბიბიეროაძე ეგეთი რამე ოდესმე მოხდეს რა, თქვენთან კონტაქტი მიყვარს, კომენტარების პასუხების გაცემა, თქვენთან საუბარი. აი ძალიან სიამოვნებს ხოლმე ყოველდღიურად შემოვდივარ და კომენტარებს ვკითხულობ. მართლა ძალიან გულით სიამოვნებს და აი ოდესმე ეგ დღე რო დადგეს რომ ეგ აღარ შემეძლოს და კომენტარები არ იყოს ჩემ არხზე, ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ ბიბიეროადი იქნება ისეთი არხი, სადაც ყოველთვის ვიქნები მარტო მე, ან ვინმე ზრდასრული, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. და რაც შეეხება უკვე ნოე უკვე ისეთ ასაკში რო იქნება სიარულს რო შეძლებდა ჩემთვის ტყეში
რო წავიყო ან ვივლით. მაგისთვის უკვე მექნება მე ცალკე არა. იმიტომ რომ მე ნინიდან ესე პატარა სახში რა მოგზაურობებსაც დავიწყებთ, ეს იქნება ძირითადად მანქანით მოგზაურობები. მაგებს გადავიღებ ხოლმე და დავდებ იმარხზე. სახელი ჯერ არ მომიფიქრებია. BBR family-ს ვფიქრობ, სავარაუდოდ მე და ნინის ჯერ სხვა იდეა არ მოგსულია. თქვენც დაწერეთ კომენტარებში რამე იდეა თუ გაქვთ და გადადით იმარხზე, წინასწარ გამოიწერეთ. 100,000 ავდივართ და შეუბერავთ და დავიწყებთ ჩვენ მოგზაურობებს. მოვიმარაგებ შეჭას. რომ ხონდეს დღისით ნიამ ღორის ხორცი უნდა მოამზადოს თვითონ აი ჩემა ღორის ხორციო თორე მე მეგობრებო არ ვიცი რა შემეცვალა რაც ვარჯიში დავიწყე თითქმის ღორის ხორცი არ მიჭამი იმიტომ კი არა რომ ნაკლებად სასარგებლოა და რამე აი თითქოს საერთოდ აღარ მინდება რა უფრო საქონელზე და ქათამზე გადავედი ღორის ხორცი დღეს მაგალითად რომ მიხსნა ცოტა გულისრევი შეგრძნება მქონდა არ ვიცი რა და აი რომ მოამზადებ ვწვდი ადრე კი გახსოვს ღორის ხორცს წამდი. მოდი შემოდი. ეს გადაგიკდო? აიცა, მიდი. ეგ არის ცეცხლი აგიზგიზდება ცოტა ხანში. აუ რა ცუდია როცა არ გესმის. ნია რადგან პატარება დაჭერი, პატარა შამპურებს გავაკეთებ. უი, მართალია ნინიდანვე ჩემთან არ არიან, მაგრამ მე მაქვს ნუ ეს წინდა. რა კაია. და ნინი უკვე თავისთავად აქ არის. ჯერ ასე ვაკრი და მე ხედით. ნია მაგ ეგ ხორცი მახსოვს ბევრად დიდი იყო და ზრითი დააპატარავე. ანუ ქონიან ნაჭრები მოაჭერე. და კიდევ ძვალი სადაც იყო, ხო მიცი? მაგას ცოტა დავუტოვე, ვერ მოვაშორე. ცეცხლიც მზად არის, ნაკოჩხალი რო დადგება, მე შევწოთ. ნია რეები მოაყარე, აბა გითხარი. აჯიკაიას წითელი შრალი აჯიკა. ხო. სვანური მარილი და ორეგანო. კარგი გამოვა. კაი, ეგენი ააცვი ახლა შამპურზე და იყოს შამპურიანად. მეგობრებო, ტყეში თუ ხართ და არ გექნებათ თან სპრეი, მედანია სპრეი გვაქვს წამოღებული, მაგრამ დამატებით ამასაც გამოვიყენებ. ეს არის სოკო, რომელიც ხეზე იზრდება. თითქმის ყველგან იპოვით. ეს უნდა დაწვა და მაგრად აფრთხობს კოღოებს, ბუზებს და რავი, მსგავს შემაწუხებელ მწერებს. ეს გაჭერით. საკმაოდ მაგარი არის. ეს გონი ნაჯახით უნდა დამეჭრანია. ნახე, იცი როგორია, ძალიან ყრივი არის. თითქმის მოვჭერე. ეგარი. ამას დავწვავ ახლა და ამის კვამლი დააფრთხობს ამ საზიზღან მწერებს. შეგეძლიათ რამე ქილაში მოათავსოთ და ისე გაახუროთ და დაწვათ და აი ეს კვამლი უფრო კარგად გავრცელდება რა. არა დღეს ისეც გამოგვადგება. იზის ხელი წამოვიღეთ დღეს, ბანანი და ხვიავი, ხო? აჰა და ეჭი.
კარგია. ხრაშუნა ბანანი და ნესი. სხვა გახსენდება კიდე ასეთი ხრაშუნა ხილი? მგონი დამარწყდა ეგენიც ხრაშუნა. ხიავი რბილი იყო. მეფეში დავიდე. ხო გინდა ქრიავის გახსნა. მოვიტანო? ბაი. აი ამაში არის 309 კალორია. და ლაშქრობაზე რო ხარ რაღაც ძალიან მსუბუქი რომ იგაქ. წონაც რო არა აქვს რა. 14 გრამია ეს. ხოდა თან ეგ რაღაც 309 კალორიას რომ მოგცემ ძალიან მაგარი არის. თან ჯანსაღია. ხო რა. სანამ წამოვიდოდით, ნიას შეშინება არ მინდოდა და არ ვუთხარი, თორე ამ ტყეში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ბინადრობენ როგორც ტურები, ყველაზე პატარა რო ვთქვათ, მელია საღალთლი. ასევე ბინადრობენ გლებიც და დათვებიც. მართლა. დათვებიც? ბევრ ადამიანს უთქვამს, რატო იფიქრე? აი ისეთი მიდანოა. ბევრს უთქვამს აქ ჩემთვის. უბრალოდ საშიში არ არის ახლა რა. იარაღი ჯერ რამდენი ტყვია ვისრო, ძილის წინ გავისვრე, მანამდეც შეიძლება გავისროლო და საშიშია იარაღიც მაგისთვის ვიყიდე რა. თორე მაინც და მაინც რაღაც კი არ მომوارდებო რომ ვისროლო. აი ესე დაზღვევის მიზნით რო ვიქნები ტყეში, გავისვრი ხოლმე და ყველაზე დიდი დაზღვევა ეგ არის რა, აღარც არაფერი მოვა მერე. აჭიკაია გახსენი. ნია უკვე დღეს კამით არის. ჩემი სათრევი მაინც არ იყო და. გარდან ცოტა დაიწყო. მან საქონელი მიშოვნია უკვე რა. რამ შემცვალა არ ვიცი. მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ ფეთაბის შესახებ. ფეთაბი არის ძალიან კარგი რამ, რაც ნებისმიერ ძაღლის პატრონს გამოადგება, რომ თავის ძაღლი არ დაკარგოს, ან საერთოდ დაიზღვიოს თავიანთ ყოველი ცუდი შემთხვევებისაგან. იმიტომ რომ უკან აქვს QR კოდი, ვინმე თუ თქვენ ძაღლს იპოვის, ავტომატურად შეძლებთ გაიგოთ, სად არის თქვენი ძაღლი და ასე შემდეგ. ყველანაირი ინფორმაცია შეგიძლიათ გადაიტანოთ იმ QR კოდზე. ეს ღირს 35 ლარი. საკმაოდ იაფი არის ჩემი აზრით ასეთი რაღაცისთვის. საიტით საკმაოდ გამართული არის და შეგიძლიათ გადახვიდეთ, აღწერაში იქნება ლინკი. არა ნია ეკვა უნდოდა. მეგობრებო 6 საათია თითქმის. ცოტა ხანში კიდე ბევრ შეშას მოვიმარაგებ, ღამით სანამ დავწვევით რომ გვენთოს რა სინათლის თემაში. თორე დღეს ისეთი ტემპერატურა არ მგონია. ნუ სიცივე შეიძლება იყოს ღამით, ან უფრო გამთენიისკენ, მაგრამ ისეთი არა რომ ცეცხლთან იჯდე და გათბე. ქარიც არ არის, წვიმას არ აპირებს. კი წამოვიღე საწვიმრები მაინც, მაგრამ წვიმას არ აპირებს. ყურმა ჯერ არ გამიარა ისევ მაგრად წვის. დაანაკლებად მესმის აქეთ რა. უფრო მეტად წვილი მაწუხებს, აი უფრო დაბუგული მაქვს რა, დაგუბული. თორე სხვა ისეთი არაფერი. სხვა დროს მეცოდინება რომ ის ყურის დამცავები დავითრიო უეჭველი, თორე ძალიან ცუდი არის, ძალიან შემაწუხებელია. აბა ვნახოთ ღამით რამე თუ გვესტუმრება ამ გასროლების შემდეგ. რა კაია ეს ზემოთ ყურება. უბრალოდ თვალით დანახული სულ სხვა არის, ვიდრე ეს კამერიდან. და მე ხმების მოსმენა ფოთლები რო შრიალებს ზემოთ ხეები რო ერთმანეთს ეხება.
ამნაც რამდენი ჩამოღვენთილი ფისი აქვს ნახეთ. აქ პატარა დაზიანება აქვს კანზე და აქედან მოდის მე. სანთელივით არის შეხედეთ რა მამაზია. აქ და ზემოთაც ძალიან ბევრი იყო. ამ ხის ფის შევაგროვებ ახლა. საკმეველზე ძალიან კარგი არის. საოცარი არომატი აქვს. ნია სალფეტკი მინდოდა ერთი ცალი. ფისია და შევაგროვებ საკმეველზე ძალიან საოცარია ხო იცი შენც? ფისი უნდა შევაგროვო მეთქი საკმევლისთვის. საოცარი სურნელი აქვს. ჯერ ფოთოლში გავახო, ფოთლიდან უფრო მარტივი მოსაცლელი არის. სალფეტკს მიიკრავს. ნახე რამდენი აქვს ამას ჩამოღვენთილი სანთელივითაა ნია. აი აქ არის მაგარი მოგროვებული ნახე. ნახე რა მაგარია. ამას მე მეგობრებო საკმევლის ნახშირზე დადებთ და სახში ისეთი საოცარი სურნელი დადგება რომ რა ვიცი. საოცრესი. თან საკმეველი ქრისტიანობაში საკმაოდ ძლიერი იარაღია ბოროტის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. არ სიამოვნებს ბოროტს ამის სუნი. აუ აქ ნახე ნია. ამით თუ გამოჩდება. ეს თუ ჩანს. მოიცა. შეხედე. თაფლივითაა. ისეთია შეჭმა მინდება. ეს ორი ხე რამაგრად გას, უბრალოდ აქეთა ხმელია. არა? ეს ცოცხლისთვის არის. ზედ გამოჭრილი. უიცა ანაკე წამოვიდა. აისონს ჰეპი დოგი. მე წყაცას დაგიმატებ, საერთოდ გადაგივსებ. ზე წავიდა უკვე ჩასასვლელად. აქეთ უფრო მალე დაღამდება, იმიტომ რომ ისე ტყეში ვართ. კამერაში იმდენად არ ჩანს, მაგრამ შედარებით მუბნელ და დღეს გავიარეთ სადღაც 6-7 კილომეტრი, უფრო 7. რაც დავინიშნე 7 იყო. ჩასვლა ბევრად მარტივი იქნება. მიასთვის ეს პირველი ისეთი ლაშქრობა არა, მაინც ჩანთით ეს სასიარულოდ, თორე უფრო შორს ავიყვანდი რა. როცა ზემოთ ძალიან რთულდება გზა, აიცით როგორი გზა არის? სალაშქრო ბილიკები ხო არის ხოლმე შეფასებული მარტივი, საშუალო რთულსაც ეძახიან ხოლმე და რთული რა. ან ძალიან რთული და ეს რავი ძალიან რთულზე კიდე უარესია, იმიტომ რომ ფეხზე არ დგახარ, 4 ფეხზე უნდა იდგე და ისე უნდა იარო ზემოთ. ბილიკიც არ ქვია რა, უბრალოდ რომ მოგინდება და ახვალ ეგეთი ადგილია და მანდახლა ვერ წავიყვანდი, ვერ ივლი და საერთოდ. ახლა უნდა გავაკეთო ყავა ჩემთვის და ნია. ნასაღამოდა და ნია შენ შაქარი რამდენი ჩაგიყარო? აი ეს ხის ტიქარო მაქვს. 1.5 აუ დამავიწყდა შოკოლადი რო წამოგვეღო უკეთესი იქნებოდა შაქრის გარეშე დავლევდით და შოკოლადს მივაყოლებდით. ყავა? არა, 1.5 ჩაგიყარე. ნია მითხრა ცოტა ჩაასხი წყალი რომ კარგად დავთქვიფოო და ეგრევე ბევრი ჩამესხა. მაზეს ეთყობა კი. ნია ჩემ არხზე არის ძალიან ანონიმური. მულტფილმებში რო იყვნენ ხოლმე პერსონაჟები, მოიცა ეს ყავაში ჩავარდება მის.
ოი. მულტფილმებში რო იყვნენ ხოლმე პერსონაჟები, სახელო არ უჩანდა. ტომი და ჯერიში რო ის ხალი იყო, მარტო ტანი რო უჩანდა. ეგეთ თემა ხარ ეხა შენ ჩემახზე. მე უფრო დამაინტრიგა. მიას არ უნდა მეგობრებო ვიდეოში რა. თორე. თორემ ბადრი მეხვეწება. მე ვეუბნები, მე პირიქით მიწერე ხოლმე ბადრი გამოვაჩინე. რა ვთქვი ფო, აი. გონიათ, ისე ატრიალე დაიწყება დამიჯერე. გონიათ რომ მიარ გასვენ. მაგას რატომ თვითონ? ოი ვიცი. და მიას ოდესმე თლენდოვება გამოჩდება რა. მამაც ეგრეა ხოლმე როცა მიყავდა, ნინიც ეგრე იყო ოდესღაც, მაგრამ ნინი როგორც იქნა გამოჩნდა. როგორი განსხვავებული ვიზუალი აქვს. აი გაიშალა. რა სხვანაირია. ყინული. თერმოჩანთა გვაქვს პატარა რა და იქ გქონდა ორი პატარა 9 ლიტრიანი ბოთლი გაყინული წამოღებული და ეგ ცოტა რაც იყო დავლიეთ და დანარჩენი რაც დარჩა გადავჭერი ეს ყინულები გავუშვი რა აუდუღო. ჩვენ გარდა სხვებიც ისვრია. ნახოს არიან? არა, შორიდან იყო ეს ხო. ეს ხმა ისე შორიდან იყო რა. დავდა წერან კამერა ბუსხმების ჩაწერა მინდოდა და ამ დროს ტაისონი რაღაც სოროზია თავი ჩაყუდებული და რაღაც ერიხმები. ეს რისი ხმა არ ვიცი. არა, ფრინველია. ფრინველი? მაშინ გახსოვს შველი რო გვეგონა ფრინველი რომ იყო. რო დადიოდა? ტირილის ხმა რომ იყო. როგორ ადგილას ვარ იცი? როგორი? გარშემო სულ შემაღლებულია, შემოსაზროვნი ვარ. ხო, ანუ შუაგულში ვართ. შუაში ვართ. შეშა დავატო. მაგარი ხმა კაფეში. შე რო ჩამოდიხარ ხო იცი რომ ჩამოვირგე. შეიძლება კურდღელიან მელია იყო. აქეთ შველიც იქნება ის. შველი გვინდა. შველმა გამოიაროს და. ნიამ თქვა წერან რაღაც ხმა გავიკე აქეთ დაღმართიდან უცებ წამოხდა რა. ვეუბნები არ არის თქო და პატარაზე შეგეშინდა ხო ეჭველი. გულია მიჩქრა. ეს რა ფრინველია ნეტა გამაგებინა. რაღაც ბუანჭოტი იქნება ასე ვარაუდობ. მაგრამ იგივე ხმა იყო იქით მხრიდან? ის ანუ ერთი დაყვირება ქონდა და აქ უკვე ნახე სხვა მელოდიას გამოსცემს. ასეთი ხმა იყო ზუსტად? ძალიან გავდა ეგ იქნება. ბუანჭოტია რა მეგობრებო. მე ასე ვფიქრობ, აბა დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრიც. მეგობრებო, ზოგადად ერთ რჩევას მოგცემთ რა. ვინც ლაშქრობებზე დადიხართ, ან გინდათ რომ იაროთ. მედანი აქ გავჩერდით სისტორის გამო. თორე რეალურად ახლა ჩვენ ვართ რაღაც შუაგულში, აი. იქით მაღლობია. ამის თავზე ხო საერთოდ მთები და მაღლობია. აქეთ მაღლობია და მერე ისევ ხევი იწყება დაღმართი. ამის თავზეც მაღლობია და ანუ ზოგადად შუაგულში არ უნდა გაჩერდე რა. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, უფრო მაქეთ დაბოდიალობენ ხოლმე. ინტერესი გაქვს? ინტერესი რისი? შევიდეთ რომ მეუნები. ანუ რა შევიდეთ? თუ ხმას გავიდეთ, გამოვიდეთ, გავისროლოთ. აი, კარავში? ხო,
აბა იქ რა მინდა? მე მგონა ტყეს შესვლას მეუნეო და მივდიოდი უკვე. იქ რა გვინდა? ნახე რა მაგარი ხმები არის. რა მოგთა სირბილის ხმების ხო გესმის მომენტებში. მეგობრებო, არ ვიცი თქვენს თუ გესმით ვარა? რაღაცა არის მომენტებში ახლოს. მეგობრებო, არ ვიცი, ვიძინებდით რა და უცებ წამოხდა ესე იყურება. თათები როგორ? რაღაცას ხდებოდა გარეთ. კარგი ბიჭი ხარ შენ. შენ არაფერზე იდერძო ტაისონ. ყველაფერი მაგრად იქნება. აი, აგერ რა გვაქვს. თოფი. დაიცინე, თავი დაიცინე. როგორც ყოველთვის გარეთ რაღაც დარბის. აკეთარი. გაჩერდა ეხა. წეგან მეგობრებო იმხელა მურგონის ხმა იყო, ნიამესი დაწყეწება გამომხედა. თან ჩემკენ მოვიდა. შორს არის. მეგობრებო, ძილის დრო არის. 12 გახდება. გარეთ რაღაცები დაგუდიალობენ. არ ვიცი ვარაუდი არ მაქვს. ზოგი სიარული ისეთია მიხვდები რომ პატარა რაღაცა არის. ზოგი ისეთია რომ აი ტაისონზე დიდი რაღაც რო დადიოდეს რა. გელი ვიცი რომ არ იქნება ეხა. ტურები და მელები შევაიყვნენ. კარგა მოვიცდე, შევხვდებით დილას მეგობრებო. ხამე რაღა უნდა მოხდეს ისეთი რომ გავიყვიცო. აბა დილამდე. ხამე წითელ ნატურას ტოვებ. დაცებლები ვერ ხედავენ. და თან პატარა სიენცლის ტოვებს რა. უკონ სიმნელეში რო არ იყო ხამე რამე რომ მოგინდეს. რა დადიოდა არ ვიცი, მაგრამ ეს ფრინველია უკვე. ვერ ისვენებს ტაისონი. გარეთ რაღაცები დარბიან ძალიან. ნიას არ ვეუბნები თორე შეშინდება და ნუ მე მაინც ისე ვარ ფხისლად რა. ექვსი საათია მეგობრებო.
კარგა გრილა. მთელი ღამე მოკლედ რაღაცები დადიოდნენ რა. ძალიან ისეთი ტყეა ეთყობა მრავალფეროვანი. აი რასაც ქვია მთელი ღამე და ესე გვეძინა ბედანიას ვითომც არაფერიო რა. ტაისონის მე შეეჩვია თავიდან დგებოდა, იზავებოდა ხან იქით იყურებოდა ხან იქით და მეც უთხარი გაჩერდი მეთქი და მთელი ღამე აი არ გაჩერებულა საერთოდ. აკეთ უკვე 6 საათი სანამ გახდებოდა არ ვიცი, 5-ის რაღაცებზე გავიგვიძე კიდე დადიოდნენ. ცხელი კია და ნია დილასაა ყველაზე მარტივი მე ცეცხლის დანთება. ესე გაქეკავ. სადაა ჩვენი ფისარი მოვეცეცოთ. რო დაუნიავო. ესეთი წვრილი ხმელები. ია. უცება იტება. ეგარი. ია, ღამე ხო არ გეშინოდა. მაგარი. არა და შე რო გეძინა რამდენჯერმე კარავს მოედო რაღაც. რაღაცები მესმოდა კიდე. აი გათიშოს გეძინა მაგას უკვე. მეც უკვე ისე ვიყავი. მე უკვე მეც თავიდან არ მეძინებოდა რა. სადღაც ორამდე მაინც ძალიან ხიზლად ვიყავი. მე თქვი რომ რამე იყოს თქო, უცებ გავისვრი თქო რა. იმიტომ რომ ხან იქიდან მესმოდა სიარულის სხვა ხან აქეთ, ხან აი აგე ჭურჭელთან. ხო, თან ზოგი იყო აი პატარა რო ეთყობ რო დახტის რაღაც, ზოგი იყო დიდი. მე იყო ის როგორი ხმა? რაღაცა რო დაიჭირო პატარა თაგვივით ან კურდღერებით და რომ მოუჭირო აი რო წყმუტომებს. რაღაცა დაიჭირეს სავარაუდოდ. მია შეჭამს გოგრის კრემსუპს, მე შევჭამ იზის ლობიოს. ეს არის უკვე 400 კალორია. დილას ლობიოს პირველად ჭო. ეს გადავჭრათ ნია და უფრო მოსახერხებელი იქნება. ძალიან კაია. შენ გასინჯე? ჯერო არა, მაინც ისეთ სინათლე. და იქ ნახე ამ დროს, იქით სინათლეა. რა? წავედით მეგობრებო, ჩავბარგდით. რაც წვევი მქონდა. სულ დავისროლე, მოიცემია. აჰა, წადი. ყურები ამჯერად აღარ მიწვევს, იმიტომ რომ გავიკეთე გუში რა მინდოდა. რაც ვეცოდი ჩემთან. რადგან იგივე გზა გვაქვს გასავლელი მეგობრებო, რავი, ბარემ აქედან დაგემშვიდობებით. დაღმართები ახლა ბევრად უცებ ჩავალ. ნოკეთ მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. თუ სურვილი გაქვთ არხის გამოიწერეთ. შეგიძლიათ ჩემ ინსტაგრამზეც გადმოხვიდეთ. რავი, მადლობა რომ მიყურებდით, თქვენ უყურებდით BBR Wilds. აბა მაგრად.